ჩემთვის ბოლო 30 წელი წარმატების გზა იყო. არაერთი შესაძლებლობების წლები. 90-იანები რადიკალური ცვლილებების პერიოდი იყო და მართლაც ყველაფერი წარმოუდგენლად სწრაფად შეიცვალა. პასუხისმგებლობებს რეგიონალურ მენეჯერებს გადავაბარებთ. თითოეული ქვეყნის ადგილობრივ მენეჯმენტს ნდობა გამოუცხადეთ. მოკლედ დროში შევძელით, რომ ნულიდან შექმნილი კომპანია ჩეხეთის რესპუბლიკაში ნომერ პირველ კომპანიად გვექცია. ნაბიჯებმა, რომელიც ამ 3 ათეულ წელიწადში გადავდგით, მიგვიყვანა იქამდე, რომ მეორე ადგილი დავიკავეთ ავსტრიაში და გავხდით პირველი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ პირველად 1990 წლის შემოდგომაზე შევხვდით ჩვენს მეგობრებს ვინარ შტედიშერიდან. არ მიყვანია ამ წარმატების ისტორიაში ჩართვა. ვიფიქრეთ, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული შეიძლებოდა გამხდარიყო და გადავწყვიტეთ ჩართულობა. ყველას ერთი და იგივე მიზანი გვაერთიანებდა. ჩვენი კოლეგების თავდადება ჩეხეთის რესპუბლიკაში იმდენად აღსანიშნავი იყო, რომ კომპანია უკვე პირველი წლიდანვე მოგებაზე გავიდა. ამით ძალიან ბედნიერები ვიყავით. უნგრეთის ბაზარზე პირველად 90-იანი წლების ბოლოს შევედით. ჯგუფს 2000 წლის იანვარში შევუერთდი. მაშინ ის ჯერ კიდევ პატარა სადაზღვევო კომპანია იყო და პირველი დიდი გამოწვევა ჩვენი კოლეგებისთვის იყო იმის თქმა, რომ გაეკეთებინათ ისეთი რამეები, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან ეს გააკეთა. წელიწად ნახევრის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ უკვე მოგება მიიღო. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიბერალიზაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ბიზნესისა და საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით. შემდეგ 1999 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე სადაზღვევო კომპანიებს შეეძლოთ ავტომობილის პასუხისმგებლობის დაზღვევა შეეთავაზებინათ ხალხისთვის. საქმე ის იყო, რომ მომხმარებელი, რომელსაც შეეძლო დარჩენილიყო სახელმწიფო დაზღვევაში, ცვლიდა მას და წინასწარ იხდიდა პრემიას. მაგრამ ჩვენ გამოგვჭა ის ფაქტი, რომ იმ დროს ჩეხეთის რესპუბლიკაში დასაქმებულთა უმეტესობა ხელფას ნაღდი ფულით იღებდა და არა საკუთარ ანგარიშზე დარიცხვით. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ნაღდი ფულის აკრება. მისტერ გეიერ, რა უნდა უყოთ ფულს? გუშინ 1,000,000 კრონაზე მეტი მივიღეთ და სეიფში ჩავკეტეთ. რა უნდა ვქნათ? სახლში უნდა წავიღოთ? გამარჯობა, მისტერ ტრიხერ. ავტომობილის მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა გავყიდეთ. აი რატომ გირეკავთ? ხომ არ შეგიძლიათ ყოველ საღამოს ფული ჩვენს დეპოზიტზე დადოთ? გასაგებია. მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მან დამირეკა და შემდეგ მე დაურეკე ხალხს, რომელსაც უკვე ვიცნობდი ჩეშკას პოროტიტემნა ბანკში და ვკითხე თუ შეეძლო დახმარება. დიდებული ახალი ამბავია. მადლობა, იდეალურია. მაშინ 2-3 თვეში ჩვენ დავაზღვიეთ 1,000,000-ზე მეტი ავტომობილი. ყოველ 7 წამში ახალი ხელშეკრულება ფორმდებოდა. ეს თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ერთად გავაკეთეთ, ორჯერ დავთვალეთ. პროფესორმა გიუნტერ გეიერმა დაგვპატიჟა ვენაში. შემდეგ მან გამაკვირვა, რადგან მითხრა, რომ წარმადგინა ბორდში, როგორც გაყიდვებზე და პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიბერალიზაციაზე პასუხისმგებელი პირი. ეს იყო ღია კარი ვინარ შტადიშესთვის ამ რეგიონში. ამ თანამშრომლობამ ასევე გამოიწვია იმ პრინციპების სისტემის ჩამოყალიბება, რაზე დაყრდნობითაც ეს ჯგუფი მოქმედებს. დასაბამიდანვე ურთიერთობა ვინარ შტადიშესთან იყო მეგობრობაზე და თანამშრომლობაზე დაფუძნებული. დამატებით თანაბარ პირობებზე მოლაპარაკების გარდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, მშობელი ორგანიზაცია, ამ შემთხვევაში ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ხელმძღვანელობდეს მასში შემავალ კომპანიებს და არა მბრძანებლობდეს. იმისთვის, რომ წარმატებული იყო, უნდა მოერგო ადგილობრივ პირობებს. სადაზღვევო პრემიებს, რომლებსაც გამოვიმუშავებთ კონკრეტულ ქვეყნებში, რეინვესტირებას ვუკეთებთ იმავე ქვეყნებში. სოციალური პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მაშინ ჩვენ წარვადგინეთ იდეა, რომ ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გადაიხდიდა იმ სამუშაო დღეებისთვის, რომელსაც თანამშრომელი არა სადაზღვეო ბიზნესში, არამედ საქველმოქმედო საქმიანობაში გაატარებდა. გასულ წელს ჯგუფმა 14,000 ასეთი სამუშაო დღის თანხა გადაიხადა. შემდეგ მეც დავიწყე ხმამაღლა კითხვა მოხუცებულთა სახლებში. დღეს მეც მეკითხებიან, თუ შეუძლიათ ჩემთვის წაიკითხონ. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ამ შედეგს მივაღწევდით. იმედი მაქვს, ამ ღირებულებებს შეინარჩუნებენ. რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, იყო შესაძლებლობა, რომ ერთმანეთთან თავისუფლად გაგვეცვალა აზრები შეზღუდვების გარეშე. ძალიან მადლიერი ვარ. მინდა რომ ყველას მადლობა გითხრათ. პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ასეთ კოლეგებთან. მინდა მადლობა გადავუხადო მათ თავდადებისთვის. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად დავწერეთ ისტორია ერთად მუშაობით, ერთმანეთის მხარდაჭერით. ჯგუფში სოლიდარობის, იდეების გაზიარებით, ისეთი რამ შევქმნით, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდით. განსაკუთრებული მადლობა ყველა კოლეგას, ყველა პარტნიორ ქვეყანაში. წინ მომავლისკენ.